მოგესალმებით ბათუმელების ჩართვაში. დღეს არის პროტესტის 346-ე დღე და საქართველოს მოქალაქეები კვლავ აგრძელებენ საპროტესტო აქციებს ქვეყნის თითქმის ყველა ქალაქში და მათ შორის ბათუმშიც. თქვენ იცით, რომ ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ასევე აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობა, საქართველოს მოქალაქეები თითქმის მთელი წელია საპროტესტში არიან და თქვენ იცით, რომ პროტესტის მოთხოვნებიც არის უცვლელი. ეს მოთხოვნებია, რომ ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში, თავისუფალ გარემოში, სადაც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ დემოკრატიულ გარემოში აირჩიონ ხელისუფლება. ასევე მთავარი მოთხოვნაა, რომ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და საქართველო დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას. ეს მოთხოვნები არის უცვლელი და ბუნებრივია საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ამ დროის განმავლობაში დგანან ქუჩაში და იცავენ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, აცხადებენ, რომ ისინი არ აპირებენ უარი თქვან თავიანთ მომავალზე, ევროპულ მომავალზე ამ ქვეყნის განვითარებაზე, არ უნდათ რომ უარი თქვან და არ უნდათ რომ იმ გზას დაადგეს საქართველო, რომელ გზაზეც დააყენა ქართულმა ოცნებამ თავისი პოლიტიკით და ეს გზა არის, რა თქმა უნდა, რუსული გზა. ასევე ჩვენ გარდა იმისა, რომ პროტესტში მყოფი მოქალაქეების მოსაზრებების გასმენინებ ჩვენ ჩართვებში, ასევე გვინდა რომ მიმდინარე, ვთქვათ, მთავარ ამბებთან დაკავშირებითაც მოგიყვეთ, მაგალითად დღევანდელი ერთ-ერთი მთავარი ნიუსი იყო ის, რომ მაგალითად შემოსავლების სამსახურის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფმა დღეს განაცხადა, რომ დააკავეს კრისტალ ჯგუფის ხელმძღვანელი იმისათვის, რომ მან ბაკურიანში ველზე, ვინც ბაკურიანში ნამყოფი ხართ ალბათ უმეტესობა თქვენგანი და იცით სად არის დიდველი და ამ დიდველზე ამ კომპანიამ ააშენა 5 სასტუმროს ტიპის კოტეჯი უნებართოდ, ანუ მშენებლობის ნებართვა არ მიუღია, ისე ააშენა ეს 5 სასტუმრო, ასევე მოაწყო მან კერძო სასრიალო, საბაგირო, იმ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და დღეს აცხადებს ქართული ოცნების ხელისუფლება, რომ თურმე ამ ყველაფრის შესახებ ინფორმირებული არ იყვნენ და დღეს დააკავეს ამ კომპანიის ხელმძღვანელი, რომელიც სხვათა შორის ქართული ოცნების ერთ-ერთი შემომწირველია. ამ ხელმძღვანელს ვინც დღეს დააკავეს ქართული ოცნებისთვის 2021 წელს აქვს შეწირული საარჩევნოდ ჯერ 50.000, შემდეგ 60.000 ლარი. თუმცა დღეს ქართული ოცნების ხელისუფლება აცხადებს, რომ აი ამ ფაქტის შესახებ, რომ თურმე კომპანიამ ააშენა ღია საჯარო სივრცეში 5 სასტუმრო, ისე რომ ამის შესახებ თურმე არც მუნიციპალიტეტი არ ყოფილა ინფორმირებული, არც ზედამხედველობის სამსახური, აი ამ ყველაფრის შესახებ გვიყვებიან. და თქვენ იცით, რომ ფაქტობრივად დაკავებების შესახებ თითქმის ყოველდღე ავრცელებენ ინფორმაციას, რომ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს აკავებენ, ბიზნეს სექტორში თვითმმართველობის წარმომადგენელი დააკავეს, ასევე დღეს ხულოში გვამისაღების ფაქტზე და ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, თუ როგორ კორუფციაშია ქვეყანა ჩაფლული, როგორც ელიტური კორუფცია ძვინვარებს ამ ქვეყანაში, ისევე სხვა დაბალი სტრუქტურებსა და ფენებში არის ეს კორუფცია ღრმად ფესვგადგმული და ამაზე თავად ქართული ოცნების ხელისუფლება საუბრობს, იმიტომ რომ რეალურად არ იმალება ეს ყველაფერი და თავადაც უხდებათ უკვე ამ ყველაფერზე საუბარი. და გარდა იმისა, რომ თქვათ ისიც, რომ რამდენიმე კვირის წინ დააკავეს ქართული ოცნების ორგზის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე სუსის ხელმძღვანელების და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების სახლები გააჩხრიკეს და იქედან მოიღეს თქვათ მილიონობით დოლარი და ასე შემდეგ. აი ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ ვხედავთ, რომ ფაქტობრივად ყოველდღე ხდება სხვადასხვა უწყების, ბიზნეს სფეროს წარმომადგენლების დაკავება ღრთამისაღების ფაქტზე, უკანონო მშენებლობაზე, სხვადასხვა ტიპის დარღვევაზე და ასე შემდეგ. და სწორედ აი ამ ტიპის საქართველოს ეწინააღმდეგება ის ხალხი, ვინ დღეს ქუჩაში დგას, ვინც მიიჩნევს, რომ კორუმპირებულ და კორუფციაში ჩაფლულ ქვეყანაში კი არ უნდა ცხოვრება, არამედ დემოკრატიულ საზოგადოებაში, სადაც ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ
ღირსეულად იცხოვრონ, რომ ქვეყნის ბიუჯეტი, რომელშიც თანხები საქართველოს მოქალაქეების გადასახადებით შედის, ეს ბიუჯეტი იყოს გამჭვირვალე და ისევ ხალხის კეთილდღეობას და ხალხის აუცილებელ საჭიროებებს მოხმარდეს და სწორედ ამ ტიპის სახელმწიფოსთვის იბრძვიან ეს ადამიანები, რომლებიც ქუჩაში დგანან და აპროტესტებენ ქართული ოცნების კორუმპირებულ, კორუფციულ და რეპრესიულ რეჟიმს. მე შევეცდები, რომ აქ ყოფ ადამიანებს გავესაუბრო კვლავ მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით, მოგასმენინოთ მათი შეხედულებები, მათი მოსაზრებები და ასევე დაგიბრუნდებით სხვა თემებითაც. აქ ხედავთ მაგალითად ზვია ცეცხლაძის, სინდისის პატიმრის მამა, ზურა ცეცხლაძეს, ბატონო ზურა, მოგესალმებით ბათუმელების ჩართვაში. ესე იგი, ფაქტობრივად პაპუაშვილი, ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე, დღეს არ უშვებს, რომ არ შეეხო სინდისის პატიმრებს და თქვენ იცით, რომ მან რამდენჯერმე უწოდა ზვია ცეცხლაძეს ტერორისტი, ხო, როგორც ტერორისტი, ასე მოიხსენია. რა მიზანი აქვს მას თქვათ და რა შეგიძლიათ ამ ყველაფერზე გააკეთოთ შეფასება თქვათ. ხო, რა ვიცი, რთული ალბათ ამის მოსმენა, მაგრამ ხო. ამ თემასთან დაკავშირებით მე რამოდენიმე კომენტარი გავაკეთე სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში. საერთოდ რა მიზანი აქვს ამ კაცს, რომ აიჩემა ზვია ცეცხლაძე, რატომ აიჩემა, ხო, ეს მაინტერესებდა, რატომ აიჩემა და რატომ უწოდებს მას ტერორისტს. ჩემი მოსაზრება ასეთია, რომ ძალიან მტკივნეულად მოხვდა ის ფაქტი, რომ ზვიადმა წერილი მიწერა ევროკავშირის ელჩს და ევროკავშირის ელჩი გამოეხმაურა მას როგორც ციხეში მჯდომ ადამიანს კი არა და კრიმინალს კი არა, როგორც სინდისის პატიმარს, რომელიც პოლიტიკური მიზნებისათვის და პოლიტიკური სარჩულით ზის ციხეში. ამავდროულად თვითონ ჰერჩინსკი ფაქტობრივად აღარ კონტაქტობს და საერთოდ ევროპა არსებულ რეჟიმთან და შესაბამისად ისიც გამაღიზიანებელია, სწორედ მის ტექსტებში ეს იგრძნობოდა, რომ როცაო ქართველ ხალხთან უნდა გაადოს ხიდები, ანუ ქართველ ხალხში საკუთარ რეჟიმს გულისხმობენ, თორე სწორედ მისი მოქმედება, ჰერჩინსკის მოქმედება სწორედ ზვიადისადმი წერილის მიწერა ქართველ ხალხთან ხიდების გადებას ემსახურება, სწორედ ანუ საკუთარ ხალხს ეძახიან ქართველ ხალხს ქართული ოცნების წარმომადგენლები. ხალხთან რომ აკეთებს სწორედ იმიტომ ზვიადს მიწერა, თორე მაშინ რეჟიმთან იქნებოდა ჰარმონიაში და რეჟიმთან ერთად იქნებოდა კარგად. ხო და აი ეს აღიზიანებთ ყველაზე მეტად. მეორე საკითხია, ზვიადი ასაკით პატარაა, თუმცა გარკვეული დამსახურება აი დიდ აქციებში, ახალგაზრდული მოძრაობის აღზევებაში, პროტესტში, მის ხელმძღვანელობაში, მის სწორად წაყვანაში, რაც დადასტურდა მის სასამართლო პროცესებზეც, რეალურად თვითონაც ფიქრობენ, რომ არც ისე პატარა ფიგურაა, შესაბამისად დარტყმის ობიექტი ხდება ადამიანი, როგორც კი რაღაც წარმატებულად გამოჩნდება საზოგადოებაში, ასეთი ხალხის ეშინია რეჟიმს. ეშინია რეჟიმს, რომელსაც ვერ იმორჩილებენ, ამავდროულად არის გონიერი, ამავდროულად არის ზრდილი, ამავდროულად არის განათლებული, ამავდროულად არის გაწონასწორებული. სასამართლო პროცესები 9 თვის განმავლობაში ისე წარიმართა, ზვიადს აი გადაბრუნებული არაფერი არ უთქვამს, ბიჭს, რომელსაც ასამართლებდნენ აბსოლუტურ უსაფუძვლო ბრალდებებით 6-დან 9 წლამდე არ წამოწდენია აუგის სიტყვა მოსამართლის მიმართაც კი. ასეთი გაწონასწორებული პიროვნებების ეშინიათ, რომ რაღაც ის არაკრიფოს ის ავტორიტეტი და იმიჯი, რომელიც მე მათთვის საშიში გახდება. შემდეგი საკითხია კიდე, მათ ხომ დღეს პროპაგანდა მათი ემსახურება იმას, რომ ნახე როგორ აქვს საქმე, პრორუსებია, არ ვართო, აბაო სად ვართო, როდის ვაქებთ რუსებსო, მაგრამ ევროპელების ლანძღვით, ანუ როცა ადამიანს არაფერს არ ეუბნები მტერზე და მოყვარეზე ეუბნები მტერია, ხო ხვდები? ეს ხო პირდაპირ მნიშვნელობით ნიშნავს იმას, რომ რეალურად მტრის მხარეზე ხარ, რახან და ამავდროულად ის რეალური მტერი ვინც არის, ის გაქებს კიდე და გიწონებს ხომ ამ საქციელს. აი ეს საკითხია მესამე. მოკლედ ბევრი თემა შეიძლება ვთქვათ და ამავდროულად თვითონაც რაღაც ამ ბოლოს დროს მოუმატა ენის ჭარტა, საერთოდ სიტყვის ჭორიკნობა, ხო,
პაპუაშვილის გონი ზოგადად მოუმატა ჭორიკნობას ევროპელების აუგად ხსენების მიმართულებით ახალი დაკვეთა აქვს თქვა ივანიშვილისგან თუ რუსეთისგან ვისგან არის ეს პაპუაშვილს აქვს მე მგონი ევროპელების ლანძღვის მთავარი მანდატი ივანიშვილისგან პაპუაშვილს აქვს ბიჭო არც ერთ ბრიფინგს ნების კორუფციაზე ბრიფინგის რო ატარებდეს მოbrunდება და ევროკავშირს აგინებს პირობითად რაღაც სასტუმროზე რო ლაპარაკობდეს მოbrunდება და ევროკავშირს აგინებს ანუ რაღაც სპეციალური მანდატი აქვს უკვე რომ ყოველა ბრიფინგზე აუცილებლად უნდა გალანძღოს ევროკავშირი ჩვენ განვაცხადეთ რომ სარჩელი დაახლოებით 80% მომზადებული გვაქვს რაღაც საკითხები დასაზუსტებელი გვაქვს მტკიცებულებების რაღაც ნაწილის შესაძლებელი გვაქვს იქეთ კვირაში ალბათ ხუთშაბათს პარასკევს აუცილებლად შევიტანთ სარჩელს პაპუაშვილის წინააღმდეგ მოთხოვნა გვექნება რომ იმ საინფორმაციო საშუალებებით უარყოს ის რაც ზვიაძე ცილისწამებული განცხადებები გააკეთა ჯერ არ ვფიქრობთ რომ ცილისწამებაზე უჭივლოთ თუმცა ვნახავთ სამოქალაქო წესით დავის პირობებში რაც მივიღებთ და გამოვიწყული არციც არ არის რომ ის მუხლი რომელიც ცილისწამების არ იყო და მათ ამ ხელისუფლების პირობებში დაამატეს აი მუხლს გამოვიყენებთ ალბათ შემდგომში და საჩივარსაც შევიტანთ ცილისწამებისათვის ან უნდა დაამტკიცოს ზვიადის ტერორისტობა ან პასუხი უნდა აგოს მე რომ პარლამენტის საუჯომარია დღეს არის ხვალ არ იქნება შესაბამისად აუცილებლად პასუხისგება მოუწევს თუ დღეს ვერ მივაღწევთ იმიტომ რომ მაღალი თანამდებობის პირია და თავის გავლენას გამოიყენებს რეალურად მე თუ მკითხავ სარჩელი როგორც შევა გადადგეს უნდა რომ თანაბარ პირობებში ამ სასამართლოს პირობებში რომელიც მიტაცებულია არა მე რეალურად ასე უნდა მოიქცეს ნამუსი რო კონდეს როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს ისე კი არ უნდა ვეჭიდებოდე მას როგორც მე ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე ციხის პირობებიდან ზვიადმა უნდა ებრძოლოს რეჟიმის პარლამენტის თავმჯდომარეს და კეთილინებოს გადადგეს და ვიპაექროთ ბატონო იმ ვადით გადადგეს რა ვადითაც სასამართლო პროცესები იქნება და დიდი სიამოვნებით ვიბრძოლებთ მის წინააღმდეგ აქედან გამომდინარე ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მეთოდს გამოვიყენებთ აბსოლუტურად სამართლებრივად და კონსტიტუციურად ვიბრძოლებთ იმ ფრონტზეც და ყველა ფრონტზეც სადაც არ უნდა ვიყოთ და არავის არაფერი არ შეჩება და არ ეპატიება დღეს შეიძლება ეს გაიაროს ისე რომ პასუხის გება არ მოუწიოს მაგრამ უამრავი პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ყოფილები ისე არიან რომ ნებისმიერ რაღაცას მოკითხავ ძველ დანაშაულს და აგებინებ პასუხს თუ ამის სურვილი გექნება და ჩვენი დღეს მაგის დროც მოვა რომ აღარ იქნება პარლამენტის თავმჯდომარე და მაშინ გავარკვევთ თუ ახლა ვერ გავარკვიეთ და ვერ მივიყვანეთ ბოლომდე ეს სადაო საკითხი მადლობა ბატონო ზურაბ ზვიაძე ხაზის მამა იყო ჩვენთან ჩართვაში მოგესალმებით სახელი შემახსენეთ ზურაბ ბატონო ზურაბ კორუფციის ფაქტებზე მინდა გესაუბროთ ხო თქვენ ცადევნებთ ალბათ მედია საშუალებებს ვავს და ფაქტობრივად ღიარ გადის რომ სხვადასხვა სფეროში არ დააკავონ ადამიანი ისევე მათივე ხელისუფლების წარმომადგენლები ზოგი ღვთამის აღების ფაქტზე ზოგი უკანონო მშენებლობაზე და ასე შემდეგ რა არის რეალურად ეს ვთქვათ მოჩვენებითი დევნა კორუფციის თქვენი შეხედულებით როგორც მოქალაქის ტურის რას აჩვენებენ ამ ყველაფრით რა არის თქვენი შეფასებით ეს კორუფციასთან ბრძოლა თუ თვალის ახვევა ვთქვათ მოქალაქეების რომ თითქოს ისინი ებრძვიან კორუფციას ბეძენა ივანიშვილის ერთი დამტკიცება რომ მე კარგი კაცი ვარ, კარგი პატრიოტი ვარ, სილაშამფრენი ანგელოზი ვარ და ხო ხედავ საკუთარ გუნდის წევრებსაც აღარ ვინდობ, მაგრამ არის მეორე თემაც, რომ ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკოსებმა დაავალეს ჩვენ პოლიტიკოსებს რომ ფულები მოიპარეთ და კორუფციაში გაეხვიეთ, ალბათ. ხო გამიგეთ? ალბათ ეს დავალება მიიღეს ამერიკისგან და ევროპისგან და სწორედ ამიტომ ლანძღავნეთ ყობა ამერიკას და ევროპას. სასაცილოა, ხო რა თქმა უნდა თავის. ირონიით ამბობ, ხო, გამიგეთი ახ. ხო და ამიტომ რა თქმა უნდა თავისთავად როცა 24 შვიდზე შენ ამერიკას და ევროპას ლანძღავ და ამავე დროს ამერიკა და ევროპა გეჩივარო შენ წესიერი კანონები უნდა ქონდეს, სამართალი უნდა ქონდეს, დემოკრატია უნდა ხო, ეკონომიკა განვითარებული უნდა იყოს, ხალხის სასიკეთოდ და ამავე დროს შენ ეკონომიკას არ ვითარებ, საკუთარი ჯიპის სასიკეთოდ და კორუფციას ქმნი ქვეყანაში, ამ შემთხვევაში უკვე რა უფლებით ლანძღავ შენ ევროპას და ამერიკას. და შენი პირადი ამბიციების გამო რო სტრატეგიულ პარტნიორს რო ლანძღავ ევროპას და ამერიკას ისმის კითხვა, რას ემსახურება ეს ყველაფერი თუ არა ქვეყნის მავნებლობას? რა თქმა უნდა, შენი პირადი შეხედულობის გამო ებრძვი ვის? ევროპას და ამერიკას, რომელიც არის ხო, პირადი ინტერესების გამო ებრძვი ვის? ევროპას და ამერიკას, რომელიც არის შენი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე. ამით ასამარებ რა თქმა უნდა საქართველოს მომავალს და საქართველოს ხვალიდან დღეს. რატო ასამარებ? იმიტომ რომ პირადი ჯიპი გაისკელო და პირადი
ჯიპის გამო ანუ ფული რო აკეთო, ფულები აკეთო. ბიზინა ივანიშვილი აი დღეს რო თქვეს მაგალითად რომ შპს კრისტალის ხელმძღვანელი რო დააკავეს და დღეს რო თქვეს რომ ხუთი სასტუმრო აუშენებია ნებართვის გარეშეო. რამდენად სარწმუნოა ეს რომ თქვათ ამას ვერ ხედავდა მერი, თქვათ ბორჯომის მერი, ვერ ხედავდა ზედამხედველობის სამსახური, ვერ ხედავდნენ შესაბამისი უწყების წარმომადგენლები. გჯერა თქვენ ამის როგორც მოქალაქეს ამ ინფორმაციას რო ისმენთ? მე ოცნებას კარგად ვიცნობ და რა თქმა უნდა უნებრივია რომ არ ვჯერა და ამაში 100%-ად დარწმუნებული მაქვს იყო კორუფციული ბუდე ჩადებული გამიგე და რა თქმა უნდა თავისთავად ვადებულია პროკურატურა რომ მოახდინოს სწრაფი რეაგირება და რა თქმა უნდა სისხლის სამართლის დამნაშავეები დაიჭიროს, იმიტომ რომ თამისახება ეს არის სისხლის სამართლის დამნაშავებული, რა თქმა უნდა თავისთავად არამიზობრივად თანხების ფლანგვა, სახელმწიფოს ფინანსების ფლანგვა, რა თქმა უნდა არამიზობრივად ეს სისხლის სამართლის დამნაშავებული და ვადებულია პროკურატურა რომ მოახდინოს რეაგირება. არ მოახდინოს პროკურატურა რეაგირება, საზოგადოება რა თქმა უნდა აუცილებლად დადგება, თქო და გამოუნდას ქართულ ოცნებას განაჩენს. ქართულ ოცნების ლიდერებმა კარგად ვერ გაიაზრეს ერთადერთი რომ ამ ქვეყანაში რასაუბრდა თამი აიღონა, რასაუბრდა მალონ დამალული არაფერი არ იქნება, იმიტომ რომ საქართველო არის უფლის წინხედრი ქვეყანა, ღვთისმშობლის წინხედრი ქვეყანა და შესაბამისად რა თქმა უნდა საქართველოს ყველა პერსონ თავიდანვანებით უფალი იცავს. ხო გამიგე. აქედან გამომდინარე ხა მარტო უფლის მიზეზზე ვერ ვიქნები. გასაგებია, მაგრამ ყველაფერს თავიდანვანებით უფალი იცავს. აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა თავისთავად იმაზე საუბარი რომ მე რაღაცას დავმალა, რაღაცას მივჩმალა, ვერ მიჩქმალა. იმიტომ რომ აუცილებლად გამოსკდება, ხო გამიგე. გამორიცხულია. მასე ეგონა ძალიან ბევრს რომ რაღაცები დამალავდნენ, რაღაცებს მიჩმალავდნენ, მაგრამ ვერ მიჩქმალეს. და შესაბამისად რა თქმა უნდა თავისთავად გამოსკდა. ყველა საკითხი გამოსკდა. დამალული დარჩა, რაცაც მუზრომა ჩაიდინა, არ დარჩა დამალული, ხო? ასევე ქართულ ოცნებას რაც ჩადის, ყველაფერი რა თქმა უნდა გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის და კარგად უნდა გაეაზრონ, კარგად უნდა დაფიქრდნენ, რომ დანაშაულები რო აქვს ჩადენილი, კეთილი იქნება და წავიდნენ და ამ ქვეყანას ერთხელ და სამუდამოდ ეღირსოს მზის ამოსვლის დანახვა. არ შეიძლება რომ მზე ყოველთვის ჩაბენელებული იყოს საზოგადოებისთვის და ყოველთვის საზოგადოება დაჩაგრული იყოს ამ ქვეყანაში. ეს ხო დაუშვებელი და მიუღებელია. მე პირადად მინდა ვთქვა, რომ ეთყობა ევროპამ და ამერიკამ მინდა გავაგზავნო ის წინა ათოსი რაც გავამახვილე პირველ რიგში ყურადღება ეთყობა დაავალა ევროპამ და ამერიკამ ქართულ ოცნებას, რომ 300,000 ბავშვი ამ ქვეყანაში შიერი იყოს და ყურს ითხოვდეს, მილიონ ადამიანს წყალი ყურიოდეს, რომ როცა ბავშვები შიმშილობდნენ, ზოგადად დასავლეთი და ამერიკა დაგვეხმარა. ეთყობა დაავალა, პირიქით, ეთყობა დაავალა და იმიტომ ტოვებენ 300,000 ბავშვს შიერს. ამიტომ ტოვებენ მილიონ ადამიანს წყლის გარეშე. ამიტომ ტოვებენ ორლარად 9 მილიონ ადამიანს, 400,000 ადამიანს ამიტომ უშვებენ ევროპის ქვეყნებში ბოდიში და სხვიჩმორიან პამპესების არისხავად. ეს ყველაფერი უნდა დასუდეს ამ ქვეყანაში. ხო გამიგე, ხალხი ჩაგვრა და უნდა დასუდეს ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ერთეულების როგორიც ბატონობა. ანუ ბატონყმობა არის რეალურად ამ ქვეყანაში. ჩვენ დემოკრატიასთან არ ვართ საქმე. ჩვენ გვაქვს პირდაპირ დემონობასთან და არა დემოკრატიასთან და სანამ დემოკრატია არ იქნება ამ ქვეყანაში და დემონობა იქნება, მანამდე საზოგადოება ყოველთვის იქნება დაჩაგრული და მე მოუწოდებ საზოგადოებას რომ კარგად აფიქრდნენ და კარგად გაიაზრონ. არ შეიძლება დემოკრატია ჩვენ მივიღოთ როგორც უკვე იცი, როგორც მონები ეს ფარველი ძალა. არა. რეალურად ერთი ზამი რეალურად დემოკრატია ჩვენ ვერ დაგვიცავ თუ ჩვენ დემოკრატიას ჩვენ თვითონ არ დავიცავ. რა თქმა უნდა. ასე რომ შენ არ უნდა იფიქრო რადგანაც გლეხი ხარ რომ დემოკრატია რადგანაც არის ქვეყანა შენ დაგიცავ. ნიშნავს ხალხის მართლობას. შენ უნდა დაიცვა დემოკრატია. დემოკრატია შენ თუ არ დაიცავ, ისე ბუნებრივია რა თქმა უნდა ეკონომიკური კეთილდღეობა და ქვეყნის წარმატება არასდროს არ იქნება. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. მალხაშკათვას ხედავ მათუმელების ჩართვაში ხარ. მახაც რატომ მინდა რომ ისაუბრო და რაზე? მიუხედავად წლების განმავლობაში თქვენი ორგანიზაცია მუშაობდა კორუფციის ფაქტებზე, ხო და თქვენ იცით რა დონის დარღვევები ხდებოდა ვთქვათ იგივე ბიზნეს სფეროში, მშენებლობაში და ასე შემდეგ, ხო? დღეს მაგალითად დღევანდელ ფაქტზე მინდა არ ვიცი ნახეთ თუ არა, გასაგამოძიებო თქვა რომ დააკავეს კრისტალ ჯგუფის ხელმძღვანელი ბაკურიანში, რომელიც კი ბატონო სტეფანიანი და თქვენს რომ 5 სასტუმრო ააშენა თურმე თავისი ინფრასტრუქტურით, კერძო სასრიალოთი, საბაგიროთი და ეს იმას ნიშნავს რომ თუ უნებართო დააშენა
ანუ ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს შეექმნა საფრთხე, ხო? იმიტომ რომ საბაგიროზე ხო სრიალებდნენ ადამიანები, ამ ინფრასტრუქტურას ხო მოიხმარდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაცამ არ შეამოწმა ტექნიკურად. სახელმწიფომ არ ჩაიბარა ეს ინფრასტრუქტურა, ხო? ამიტომ ხომ რა არის ეს, როცა თვალში ნაცრი შეყრაა ეს, როცა თითქოს ამბობენ რომ ამ ხელა ინფრასტრუქტურა ვიღაცამ აშენა და ამ დროს მერიას ეძინა, ზედამხედველობას ეძინა და არავინ არაფერი არ იცოდა თითქოს ამის შესახებ. სტეფანიანის დაკავება არის მორიგი ფაქტი, რომელიც კორუფციას უკავშირდება, თუმცა ის იმდენად მსხვილ თანხაზეა საუბარი და იმდენად მრავალშრიან ამბავზე, რომ იქ მარტო სტეფანიანის პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს. მათ შორის უნდა დადგეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ყოფილი პირველი პირების პასუხისმგებლობა, ვისაც ევალებოდა კონტროლი, მონიტორინგი ამ უკანონო მშენებლობების, საგამოძიებო სტრუქტურებისაც, რომელთა თვალწინ ხდებოდა ეს ყველაფერი და მათ შორის იცით როგორი მომენტი არის, სულ რაღაცა რამდენიმე თვის წინ სტეფანიანი იყო ის ადამიანი, რომელსაც პროპაგანდისტული მედია იყენებდა როგორც ზამთრის კარგი საკურორტო სეზონის განცხადებელ ბიზნესმენ პირად. ანუ არეკლამებდნენ კიდე? არეკლამებდნენ, იმიტომ რომ ეს ადამიანი მუდმივად გამოდიოდა, რომ შესანიშნავი საკურორტო სეზონი გვაქვს. ანუ და სხვათა შორის ძალიან ბევრი ვიდეო ვნახე, აი ამ რაღაც სასრიალო ბილიკებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ანუ ეს ფაქტი ვერ იქნებოდა დამალული, ხო? ამას გულისხმობ. დამალული არა, ეს ძალიან მაღალ დონეზე შეთანხმებული იყო და მაღალ დონეში არ გულისხმობდა, რა თქმა უნდა, არც მუნიციპალიტეტს მხოლოდ, არც სამხარეო ადმინისტრაციას, აქ თავრობის ადმინისტრაციამდე მივდივართ, რა თქმა უნდა და ეს ხდება, ანუ ამ ადამიანის მიერ ბიზნესის წარმოება, ბიზნესი დაკავება ხდება ამ პერიოდამდე, ანუ მაშინ როცა ირაკლი კობახიძე არის პრემიერ-მინისტრი, ანუ ძალიან დიდი ხანია ქართულმა ოცნებამ იცის მისი და მსგავსი სხვა ბიზნესმენების უკანონო საქმიანობის შესახებ. და სამწუხაროდ, ანუ ეს ხო მრავალი 1000 ფაქტიდან ერთ-ერთია და ამ შემთხვევაში ძალიან გაგვიმართლა, რომ ვიღაცა არ დაიღუპა იმ უნებართვოდ აშენებულ სასრიალო ტრასაზე, იმ უნებართვოდ აშენებულ საბაგიროზე. ხო, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ჩვენ სამწუხაროდ შეგვაჩვია და სამწუხაროდ ჩვენს შევიჩვიეთ საზოგადოებამ, რომ ცხოვრობ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელიც კონკრეტულად კორუფციისა და დანაშაულებრივი გულგრილობის გამო არის დამდგარი, ხო? გავიხსენოთ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევა, ლეონგრადის ტრაგედია, ოცნების დასახლებაში მცირეწლოვანი ლევანიკოს და ბადრის დაყუპვა, ეს და მრავალი სხვა ამბავი არის სწორედ კორუფციის და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალი. და როდესაც ჩვენ აქ მდგომი ადამიანები და კიდევ ბევრი სხვა ვითხოვდით კონკრეტული პირების დასჯას ამ გულგრილობის გამო, პასუხად მივიღეთ ის, რომ ჩვენ ვართ ნაცები, ჩვენ ვართ ქვეყნისთვის გამომთხრელი, საფუძვლის გამომთხრელი ადამიანები, არა და ძალიან მარტივი კითხვაა. რანაირად შეიძლება ბათუმის მერიაში ჩერდებოდნენ საჯარო მოსამსახურეები და თანამდებობის პირები და ლაპარაკობდნენ კორუფციაზე, მაშინ როდესაც მათი სამუშაო ფანჯრიდან ჩანს მინიმუმ 4 თუ 5 უკანონო მშენებლობა, რომელზეც ბათუმელებს არაერთხელ დავწერეთ და გავაშუქეთ. არაერთხელ ითქვა სხვადასხვა მოქალაქეებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრების მიერ საკრებულო სხდომაზე და ეს ყველაფერი მაინც შერჩა ამ ადამიანებს. რანაირად შეიძლება ქართული ოცნების შემწირველი დღემდე თუ არ ვცდები უკანონოდ იყენებდეს აეროპორტის დასახლებასთან არსებულ ტერიტორიას რაფტინგისთვის, აკეთებდეს ბიზნესს და პრაქტიკულად არც ერთი თეთრი დამატებით არ კონდეს გადახდილი. ჩვენ ამაზე გქონდეთ გამოქვეყნებული კვლევა და მე მგონია ამ ადამიანს ნებართვა არ განუახლებია და შესაბამისად ნახეთ, ნებართვას არ ვანახლებ, მაგრამ ოცნების ხულაბაში ფულს ვიცხავ. ანუ ოცნების ხულაბაში ეს კაცის რიცხავდა სხვათა შორის ფულს და არც ის რაღაცა ინდულგენციასავით გახდა სამწუხაროდ ბიზნესმენებისთვის და მე ვხედავ გაუარესებულ ინფრასტრუქტურას, გაუარესებულ ჩვენს ყოფა-ცხოვრებას ყოველდღიურად, უფრო მეტად გაჯერებულს რაღაცა მომწამლული ნივთიერებები ჩვენს ჰაერს და მე გვიკვირს რატომ არის ამ ქვეყანაში ამდენი ოკუპაციები, ხო? კორუფცია, სისტემური დანაშაული რომ არის ქართული ოცნების პირობებში, ჩვენ ამას ვამბობთ მინიმუმ ბოლო 7-8 წელია, მას მერე რაც ქართულმა ოცნებამ კოალიციური სხეული დაშალა და ერთპარტიული მმართველობის პირობებში პრაქტიკულად ყველა სფერო გადაანაწილა.
ფქვილის იმპორტიდან დაწყებული, ღვინის წარმოებითა და ექსპორტით დამთავრებული, მშენებლობაზე ხო საუბარი ზედმეტია, მშენებლობაზე კლასიკური მაგალითი ის არის, რომ ბათუმის ყოფილი მაჟორიტარი რესან კონცელიძე, რომელსაც არავითარი ინიციატივა არ ქონია საკანონმდებლო ორგანოში, გამოვიდა ინიციატივით, რომ ბათუმში სამშენებლო ბიზნესის ამნისტირება მომხდარიყო, მხოლოდ იმიტომ, რომ თავადაც მეგონი სამშენებლო კომპანია. მას და მის ძმას აქვს, მისი ძმის და ძმისშვილების ოჯახებს აქვს სამშენებლო მინიმუმ 5 კომპანია, რომლებიც ჯამში აშენებენ რაღაცა ფლორსები 37000 კვადრატულ საცხოვრებელ და კომერციულ ფარს და პრაქტიკულად ამ მინი იმპერიებში ერთ-ერთი რაღაცა ძალიან ფესგადმული და ძლიერად წარმოდგენილი კომპანიებია. ქალაქი თავი გავანებოთ იმას, რომ მე განვითარების და მშენებლობის წინააღმდეგი არ ვარ. და არც ის წინააღმდეგი ვარ, რომ ავარიული მშენებლობები, უბრალოდ ავარიული სახლები შეიცვალოს, მაგრამ როგორ ვცვლით ამას, ანუ რამდენად ეწერება ეს ყველაფერი ქალაქის არქიტექტურული იესახეში, რამდენად უმჯობესდება ქალაქი ამ ყველაფრით და სად მიდის ეს სიკეთე, ხო? სად მიდის, როგორ ნაწილდება ეს სიკეთე. ამიტომაც, ეხლა მარტივი მაგალითი კიდევ და არ გავაგრძელებ დიდხან საუბარს, ყობახიძემ განაცხადა რამდენიმე დღის წინ თუ რამდენიმე კვირის წინ, რომ ვერცერთ გადაწყვეტილებას ბრძანებულებას სახელმწიფო შესყიდვას ვერ ნახავთ თავრობის მიერ, რომელიც შეიძლება აღძრავდეს ეჭვს მიკერძოებასთან ან გაუმჭვირვალობასთან დაკავშირებით და თქვენივე ინფორმაცია იყო, მედგაზეთის ინფორმაცია იყო და ბათუმელების, რომ ის ეგრეთ წოდებული 6 მილიარდიანი ხელშეკრულების შესახებ, რომელიც არაბული კომპანიიდან იგლსიდან უნდა მოვიდა საქართველოში, ეს ხელშეკრულება არის არაგასაჯაროებული და გასაიდუმლოებული. ანუ მაშინ როცა გამჭვირვალობაზე საუბრობდნენ და ედავებოდნენ სამოქალაქო სექტორს, თავად ყველაზე დიდ ხელშეკრულებას დაადეს გრიფი. ის 30 პირბადე რატო იყიდა რომელიღაცა ორგანიზაციამ ეგუქო აინტერესებს საზოგადოებას, ვიდრე ის, რომ 6 მილიარდიან ხელშეკრულებას საიდუმლო გრიფს ადებდა. ასეთი უამრავი რამე ხდება განსაკუთრებით პირობებში, როდესაც მაგალითად ბიძინა ივანიშვილმა პირად 64-ით გადაიქცია აბასთუმანი. აბასთუმანში ჩვეულებრივ მოკრავ ადამიანს შეცვლა რომ უნდადეს დაახლოებით ისეთივე ასე ვთქვათ პროცესის გავლა უწევს, როგორც ასლანაბაშიძის დროს თუ გინდოდა სარფში წასვლა, ხო, რამდენიმე გამშვები პუნქტის გავლა უწევს ადამიანს. სხვა არაფერს არ ვსაუბრობ. იგივე ღარიბაშვილსაც ბაკურიანის ტყეები ჰქონდა, ხო? მისის მეუღლისთვის მიზომელი. ბაკურიანის პარკის გასხვისებაზე, ანუ მიხელ სააკაშვილის ხელისუფლებას, რომელსაც ძალიან ბევრი ავიც და კარგიც ჰქონდა გაკეთებული და პრაქტიკულად მისი ერთ-ერთი მრჩეველი კახა ბენდუკიძე ცხონებული თუ კახა ბენდუკიძისგან გამოიყვანეს მათ შორის ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ ადამიანებმა ისეთ მრჩევლად და ისეთ მოაზროვნედ, რომელიც ყველაფერს ყიდდა, რას არ ყიდის ივანიშვილი და რას არ ყიდის ყობახიძე, ანუ დინარებს, პირადი ტყე აქვს პაპუაშვილს, რა ვიცი, ღარიბაშვილმა საკუთარსავ ჩვენსავე სამშობლოში სულ საძოვრების გაყიდეს მე როგორც მახსოვს. ძალიან ბევრი ისეთი ფაქტია, ანუ საირმეზე გელამ თბილისში აქვს შესანიშნავი საგამოძიებო ფილმი მომზადებული და უამრავი რამ, ანუ ქვეყანა აქციეს პირად რაღაცა ტყე პარკად, სადაც არ უნდა გაჭაჭანდეს არავინ, სადაც უნდა გქონდეთ რაღაცა, არ ვიცი, ეს რაღაცა მისტიკური, ლამის წარმართული რიტუალები ალბათ ბუნებასთან, რომ რავი, არ დაინახონ სიღარიბე და ყველაფერს უყურონ თავიანთი ძალიან ძვირადღირებული მანქანებიდან, რომელიც მოქალაქეები ემიგრაციაში უნდა წავიდნენ, ეს არის მათი მიზანი როგორც ჩანს. იმიტომ რომ პატიოსნად ვაკეთებთ საქმეს და ამ საქმის კეთების საშუალება ეხლა აღარ გვაქვს, ან უნდა შევიცვალოთ პროფესია, ან ნამუზე უნდა ვთქვათ უარი და არც პროფესიის შეცვლას ვაპირებ. არც ნამუზე ხელისაღებას გავაგრძელებ ჩემი საქმის გაკეთებას, მანამ სანამ ფიზიკურად შემიძლება ამის გაკეთება. არავითარ შემთხვევაში არ უნდა შერჩეს მართლა ოლიგარქს და მართლა ხალხის ფულის გამფლანგველს, სისხლის მწოველ ოლიგარქიას ეს ქვეყანა. მალხას დიდი მადლობა, რომ გაგვიზიარეთ მოსაზრება. შევეცდები, რომ ახალგაზრდებსაც გავესაუბრო, თუ კი ამის სურვილი გექნებათ. ახალგაზრდებს მინდა კითხოთ აზრი. ანუ მიმოიფანტეთ ახლა. საუნივერსიტეტო რეფორმაზე მინდა კითხოთ რა, 1-2 სიტყვით, რომ აი უნივერსიტეტებს რო აუქმებენ ფაქტობრივად. სტუდენტი ხო არ ხართ? არა. ყავთ ვინმე სტუდენტი?
ძალიან ბევრი. კი ბატონო, რას ფიქრობთ ახლა პრინციპში ახლა თქვენს რომ თებერვლიდან დავიწყებთო რა რაღაც დაჩქარებული ტემპით აპირებენ დაანგრიონ უნივერსიტეტები და დაანგრიოს იმიტომ ამბობ რომ მე ძალიან ბევრ სპეციალისტს ვესაუბრე მთელი კვირის განმავლობაში და ყველა აფასებს ამ რეფორმას როგორც კატასტროფას ჩვენი საგანმანათლებლო სისტემისთვის და აი როგორ წარმოგიდგენიათ თუნდაც ეს ქალაქი და ბათუმის უნივერსიტეტი ერთი ფაკულტეტით, ხო? რა დაემართება თქვენი წარმოდგენით საგანმანათლებლო სისტემას და თუნდაც ის რომ სკოლებს წაართმევენ ერთ კლასს, მე-12 კლასს და მოწყვეტენ თქვათ რაღაც დასავლური სისტემის მოდელს. ჩემი აზრით ეს ცდელობა პირდაპირ უკავშირდება იმას, რომ ევროპას კიდევ ერთხელ ერთი ნაბიჯით კი არა, უამრავი ნაბიჯით ჩამოგვაშორა. ან თუნდაც ბოლონიის პროცესი რო გავიხსენოთ, ეს პირდაპირ კავშირში არის სტუდენტების უფლებებთან და ასე შემდეგ. ან მე მგონია რომ აი თქვენ რომ აბარებდეთ მაგალითად მოგინდებოდათ ასეთ უნივერსიტეტში სწავლა რომელიც ჩაკეტილ სისტემაში იქნებოდა და არ ექნებოდა ბმა საერთაშორისო სისტემებთან არა რა თქმა უნდა არ იქნებოდა და პირადად მე მაგისტრატურაზე ჩავაბარე თუმცა აკადემიური მაქვს აღებული ეს ბათუმში არა თბილისში თუმცა აი მაგისტრატურაშიც აწყებენ ცვლილებებს ხო ეხლა ვფიქრობდი რომ ჩამებარებინა ბათუმში და სამომავლოდ გაცვლის პროგრამებით წავსულიყავი, მაგრამ წავსულიყავი ევროპაში, რომ კიდევ უფრო მაღალხარისხიანი განათლება მიმეღო. მაგრამ ეხანდელი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, მგონია, რომ საერთოდ არ მაქვს შანსი. მე მგონი ერაზმუსიც კარგავს თავის არსს აი ამ მოდელის მიხედვით, ხო? იმიტომ რომ ვერ ისარგებლებენ სტუდენტები. მაგაც ცდილობს ყოველდღიურად, რომ ჩამოგვაშორონ ევროპას, ევროპულ ღირებულებებს, ევროპულ ჯანდაცვას, ევროპულ განათლებას, რომელიც არის ძალიან მაღალხარისხიანი და აი იქ არანაირი კორუფცია არ არის. თუ კი სწავლობ, მართლა სწავლა ღირს და უბრალოდ თხადაგიგოსავით აი საქართველოში რო არის განათლების სისტემა აქციეს ბიზნესად, ისე არ ხდება ევროპაში. ანუ თუ კი რაღაც პროფესიას ეუფლები, იმ პროფესიით ვითარდები და შენ გაქვს ცხოვრებისეულად ის შესაძლებლობა, რომ მუდმივად კვალიფიცირდე და დასაქმდე, ხო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია განათლების შემდეგ. ანაში მით უმეტეს ანუ რა დასაქმებაზე არის საუბარი, როცა კორუფციით სავსე არის ყველანაირი გარემო. რისთვის აკეთებენ, როგორ ფიქრობ? იმისთვის, რომ ნაკლებ ადამიანს ჰქონდეს წვდომა განათლებაზე ზოგადად? თუ იზოლაციაში მოქცევისთვის ჭირდებათ ეს? მე მგონია რომ ორივე მიზეზია რაც ახსენეთ, იმიტომ რომ ჯერ პირველი იზოლაცია, იმიტომ რომ ევროპას ჩამოვშორდეთ და მეორე საშუალება არ გქონდეს ჩვენ განვითარების, იმიტომ რომ მიეცი ხალხს პური და სანახაობა, თუმცა პურს აკლებენ და მხოლოდ სანახაობა რჩება ჩვენს ქვეყანაში. აი მშიერი კუჭი როცა ადამიანს კი რა თქმა უნდა, კი ნამდვილად გეთანხმებით. როდესაც ადამიანს კუჭი აქვს მშიერი და როგორც ილია იტყო და მარტო სტომაქი არ უნდა გავაწყოთ, აი ზუსტად ეგ მიდგომები აქვს რა ჩვენს ხელისუფლებას, რომ მშიერი ადამიანი ცოტა სხვანაირად აზროვნებს და ყოფიერებაზეა ორიენტირებული, თქო და შეიძლება რაღაც მნიშვნელოვან პრობლემებს ვერ ასწრებდეს გააზრებას ხო ამ პრობლემების. და პლუს ამას ხო იზოლაციაშიც გვაქცევს ეგ ყოველივე და ზოგადად განათლების ნაკლებობის მცდელობა, თუნდაც კატის სისტემა რო გააუქმეს, მე-12 კლასაც რო აუქმებენ. აი პირადად ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, აი ჩემი გარემოცვით რომ მსჯელო, აი თუნდაც ყველაზე ისეთი დაბალი მოსწლების მქონე მოსწავლეც კი ცდილობდა რომ რაღაც ესწავლა და გააზრებული ქონდა თუ არა ეგ უკვე მეორე საკითხია, თუმცა საჭიროებას გზნობდა ყოველ შემთხვევაში, ხო? მინიმუმ თარიღებს სწავლობდა რაღაც კუთხით და ცდილობდა რომ რაღაცები შეესწავლა და ეხლა ჯანსაღ კონკურენციაზე საუბარი ზედმეტია პირიქით, ანუ ჩვენს ზრდილობა კულტურა IQ რომ მოაქვს ამ კონცეფტს, IQ-ს ძალიან დაბალ-დონეზე ცდილობენ რომ დაწიონ ეს ყოველივე. ძალიან დიდი მადლობა რა გავიზიარეთ თქვენი მოსაზრება. მეგობრებო, ბათუმელების ლაივს ვინც ახლა შემოვარდეთ, შეგახსენებთ რომ დღეს არის 346-ე დღე, როდესაც საქართველოს მოქალაქეები პროტესტში იმყოფებიან და მოითხოვენ თავისუფალ არჩევნებს და ახალ საპარლამენტო არჩევნებს,
პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ასევე მოითხოვენ იმას, რომ საქართველოს დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას. და ქართულმა ოცნებამ დატოვოს ხელისუფლება, ძალაუფლება დაუბრუნდეს ქართველ ხალხს. მე მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ჩვენთან იყავით ამ დროის განმავლობაში, გვისმენდით. შეგიძლიათ ასევე დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები და ახალი ინფორმაციები გაეცნოთ ბათუმელების ონლაინ გვერდზე, ასევე Facebook-ის გვერდზე, ასევე ნეტგაზეთზე. და თვალ ჩვენ ტრადიციულად აი ამ დროისთვის კვლავ ჩაგერთობით და მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით ასევე მოქალაქეების მოსაზრებებს მოგასმენინებთ თავიანთ პროტესტზე და იმაზე თუ როგორ ხედავენ ისინი ამ კრიზისიდან გამოსვლის გზას. მადლობა კიდევ ერთხელ დროებით მომავალ შეხვედრამდე.